მოგესალმებით. ვაგრძელებთ მოგზაურობას სართულებზე, დონეებზე ცნობიერების, სადაც ყოველ სართულზე იხსნება უფრო მეტი სიღრმე. შევდივართ არსში, ვაცნობიერებთ ხსნით ჩვენი მეხსიერების უჯრედებს, როგორ არის ყველაფერი მოწყობილი, როგორ ვაფართოებთ საკუთარ თავს, ვააქტიურებთ ჩვენი სხეულის სინათლეს, როგორ მიმდინარეობს პროცესები. დღეს მინდა კიდევ ერთხელ შევეხო თემას ჩვენი უმაღლესი მე, როგორ შევინარჩუნოთ მასთან კავშირი და როგორ გამოვლინდება ეს. ჩვენ ფიზიკურ სხეულში გვაქვს ტვინი, ის ანალიზს აკეთებს, ფიქრობს, აცნობიერებს, წონის, აფასებს. სინამდვილეში ჩვენ სხეულში არის 3 ტვინი, რომელთაც არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე არსებობა, იმიტომ რომ ტვინი არის პროცესორი, რომელიც ღებულობს ინფორმაციას, ტრანსფორმირებას უკეთებს ჩვენთვის გასაგებად. ჩვენ ვართ ენერგეტიკული არსებები და ჩვენ ყველანი შეერთებული ვართ პირველად წყაროსთან. ფიზიკური სხეული რომ არ იყოს შეერთებული წყაროსთან, ის იქნებოდა მხოლოდ სხეულზე ზრუნა, თვითგადარჩენა, კვება, მხოლოდ ინსტინქტურ დონეზე იქნებოდა ცხოველური ინსტინქტებით. როცა უერთდებით ჩვენს ორ ტვინს, ეს არის გული და ეპიფიზის ჯირკვალი, ის არის ანტენასავით, რომელიც გვაერთიანებს ერთიან სივრცესთან, სადაც არის ყველა ინფორმაცია. გული, რომელსაც აქვს სხვა ვიბრაციები, უფრო თანაგრძნობა და სიყვარული, უფრო ინტუიციური მიღება. ეპიფიზის ჯირკვალი იჭერს ენერგიების ვიბრაციებს, გადასცემს ტვინს, ტვინი ხედავს სურათებით, ჩვენთვის გასაგები რომ იყოს და ასე გადმოსცემს სხეულს, უკვე გაგებულს, გაცნობიერებულს. ამიტომ მათ ერთიანობის გარეშე არ შეუძლიათ. მაგალითად ავიღოთ, უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად ავიღოთ კომპიუტერი და 100 წლის წინანდელი ადამიანი. იმათ არ ქონდათ კომპიუტერი რომ ჩაერთოთ და რომ ქონოდათ, ექნებოდა მთელი ინფორმაცია, რაც არსებობს სამყაროში, ცოდნა, ყველაფერი აბსოლუტურად ერთ კოლოფში მოთავსებული. ჩვენი ტვინიც ისეთი სივრცეა, რომ უკვე გაგებულ, გააზრებულ სურათებს გვიჩვენებს. ენერგიის გარდამქმნელი. თუ კომპიუტერს გამოვთავთ ქსელიდან, სადაც არის ყველა ინფორმაცია, ყველა ენა, ყველა წიგნი, რეცეპტები, ყველაფერი აბსოლუტურად რაც არის ინტერნეტში. როცა უერთდებით კომპიუტერს, ვაერთებთ კომპიუტერს ქსელთან, ხედავთ ყველაფერს ეკრანზე. აი თქვენი სურათი. თუ მოვაშორებთ იმ შეერთებულ კომპიუტერს, რჩება მხოლოდ კოლოფი. მას აქვს თავისი სტანდარტული პარამეტრები, როგორც ფიზიკურ სხეულს აქვს თავისი პარამეტრების ბაზა. თვითგადარჩენა, თვითშენახვა, კვება. თუ არ აქვს ინტერნეტი, ძალიან ვიწრო დაზროვნებს, ასე ვთქვათ. იგივეა, როცა უერთდებით ინფორმაციულ ცნობიერების ველს, სადაც არის აკაშას ქრონიკები. არა ხაზობრივი, არამედ ყველაფერი არის წერტილში, აქ და ახლა, სადაც ვიაზრებთ, არა დროსა და სივრცეში. შეგვიძლია დავინახოთ დასაწყისი და დასასრული, შეგვიძლია ანალიზი გავუკეთოთ, რატომ არის ეს ასე მოწყობილი ამა თუ იმ წერტილში. ანუ ჩვენ ხედავთ მთელიდან. გვაქვს არხი კავშირის, რომელიც გვაერთიანებს. ეპიფიზის ჯირკვალი მას ხატავდნენ ძველ ეგვიპტეში როგორც ღმერთი, რას, თვალს, ისედაც გავს თვალს ფორმით, ოღონდ პატარაა, ადრე უფრო დიდი იყო. პატარავდება იმიტომ, რომ არ ვიყენებთ მას ჩვენ. ჩვენ როცა ჩავთავთ ინტუიციას, ვავარჯიშებთ ჩვენ ტვინს, ეპიფიზის ჯირკვალი იწყებს გაზდას. ადამიანი, რომელიც იმყოფება გაყოფილ ცნობიერში და თუ ინტუიცია არ მუშაობს, ვერ იქნება შემოქმედი. შემოქმედება ეს არის სამივე ტვინთან კავშირი. ვრთავთ სიყვარულს, ღებულობთ ინფორმაციას, ანალიზს უკეთებთ და ვაძლევთ ფორმას. თუ მხოლოდ ერთით ან ორით სარგებლობთ, კარგავთ კონტაქტს. მხოლოდ სამივე შეერთების შემთხვევაში გადავდივართ ახალ, უფრო მაღალ ვიბრაციაზე. როცა ვიმყოფებით დინებაში, ინფორმაციის, სადაც ვართ შეერთებული, ეს კავშირი უმაღლეს ასპექტთან ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გაქვთ ურთიერთობა მაღალ ძალებთან, როცა სივრცეში სვამთ კითხვებს,
უშვებთ სამყაროში. სამყარო ინფორმაციულ დინებაში ატრიალებს ახალ ენერგიას, ახალ ვიბრაციას. ეს ვიბრაცია პასუხით იჭერს ამ ინფორმაციას, თავისი პასუხით იჭერს ეპიფიზის ჯირკვალი, მერე გადადის ტვინში, ტვინი ანალიზს უკეთებს და გვაჩვენებს სურათებად და ვღებულობთ ფიქრს. თვითონ ტვინი ცალკე ღმერთზე საერთოდ არ ფიქრობს. ეს არის გული და ეპიფიზი. თუ ესენი არ გაქვს აქტიური, მარტო ტვინი, თუმცა მარტო ტვინით ფიქრობ ძალიან ცოტა ადამიანი, ეს კი მარტო ტვინით მომუშავე ადამიანი, არ ვიცი, ძალიან დესტრუქციული ადამიანი იქნება. ისევე როგორც მხოლოდ ისევე როგორც სამივეთი მომუშავე ადამიანი არის ძალიან ცოტა. უფრო ხშირად ხვდება ტვინით და გულით მომუშავე ადამიანები. როცა აერთიანებთ თქვენ, ამ სამივეს შეგიძლიათ ახვიდეთ ცნობიერის მეოთხე, მეხუთე დონეზე. ესეც ერთგვარი თამაშია, ეს დონები არსებობს ადამიანის ცნობიერში, თუმცა გავლა მაინც გიწევს. შეიძლება სწრაფად გასვლა, თუმცა თითოეულ ეტაპზე ცოტა ხნით ვჩერდებით. საბოლოოდ მივდივართ მთელობისკენ, წყაროსკენ და თქვენ ხდებით მეგზური ამ ღვთაებრივი ცოდნის და ენერგიის, რომელსაც ამიწებთ დედამიწაზე და აძლევთ საშუალებას ღმერთს თქვენიდან გააცნობიეროს, თქვენიდან მრავლდება, თქვენ ამიტომ როგორც თქვენ ხართ წყარო, ისიც როგორც თქვენ ხართ წყარო, ისიც არის თქვენი წყარო. ამიტომ აუცილებელია კავშირი. კავშირის გარეშე ვერ გავალთ უფრო მაღალ საფეხურზე შემოქმედების. პირველ რიგში იზრუნეთ საკუთარ თავზე და ეს სინქრონულად მოქმედებს მთელს გარემოცვაზე. ერთმა გაიღვიძა, ის სინქრონულად გადასცემს ამ ენერგიას თავისი ვიბრაციებით გარშემო. გარემოცვა იჭერს იმპულსებს და მათში ხდება გამონათებები და ეს მოქმედებს ბევრზე. ისევე როგორც გვერდზე მდგომზე, ასევე პლანეტარულ დონეზე. ვიმეორებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ უფრო ხმად გაჩნდეს თქვენს გონებაში. კავშირის გარეშე სხეული თვითონ ვერ განიკურნება, ვერ გაახალგაზრდავდება და ვერ გამოჯამრთელდება, ვერ განვითარდება იმ სიხშირის გარეშე, სადაც ვერ წინთ წყაროს. დღეს მინდა ინიციაცია გავაკეთოთ, ესეთი პატიების ჯილდო. უბრალოდ ამას მეორე ნაწილში ჩავწერთ, ცოტა გრძელია და შეიძლება ერთი დიდი ვიდეო არ გამომივიდეს. მოკლედ დროებით ინიციაციამდე.